ახლა თუ ვინმე არ უნდა იაქტიუროს და ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ზუსტად ეს არის ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ გვახსოვს ყველას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა პროცესები მიდიოდა და რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და ზოგადად მთლიანად ქვეყანა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, ძალიან მძიმე სახურებელი იყო ეს ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამას მოყვა სახელმწიფოს მხრიდან ყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლები. ეცად გეცხავთ ოპოზიციასთან დაკავშირებით, აი 26 მაისის აქციის შემდგომ ნახეთ, რომ ერთმანეთთანაც კი დაიწყო ასე ვთქვათ დაპირისპირება მათ შორის სლოგანზე, ასე შემდეგ, აი კიდევ ერთხელ რა აჩვენა აი ამ დღემ თუნდაც და აი როგორ შეაფასებთ ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობას? აქციამდეც არაკლებდნენ ერთმანეთს, მანამდეც მიმდინარეობდა აღნიშნული დაპირისპირება, აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს. ეს წარმოუდგენელია აღნიშნული ერთობა, შეუძლებელია უბრალოდ, იმიტომ ჩვენ მანამდეც გვაქვს ნახე არაერთი პლატფორმა, ცდილობა იმისა, რომ თითქოს რაღაც ერთიანდებოდნენ, ხან ფანჩატური იყო, ხან კიდე რაღაც გაურკვეველი შეკრება. აი რთულია, იმიტომ რომ როდესაც შენ იღებ გარედან დავალებებს და რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და მიდიხარ შენინების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რაიმე ერთობაზე საუბარი. ეს ადამიანები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, ერთმანეთში ვერ ლაგდებიან და ზოგადად რაზე უნდა ისაუბრონ და რა ერთობისკენ უნდა მოუწოდონ ქართულ ხალხს, წარმოუდგენელია. თქვენი გუნდის სიხისმგებლობას თუ გრძნობთ, როდესაც პოლიციელები საკუთარ თავს აძლევენ მოქალაქეზე ასეთი ძალადობის უფლებას, იმიტომ რომ ამდენი დაუსჯელი სპეცრაზმელი ყავს ქვეყანაში, ზუსტად სისტემური ძალადობის შედეგი სისტემური ძალადობის შედეგი არის თუ არა ციხის კადრების უფლებასაც პოლიციელები აძლევენ. შეიძლება ვაცადოთ ერთმანეთს, თქვენს გიპასუხებთ, იმიტომ არ აქ რო გიპასუხებთ, აცადოთ ერთმანეთს. ბატონო კახა სააკაშვილმა დაწერა, რომ ციხის კადრები იყო რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და რუსების მიერ დადგმული. ციხის გორში მომხდარი ფაქტი კი ნამდვილი და ეს რომ ოდნავ რომ ხეილ სააკაშვილი ციხის კადრებს წოდებს რუსული სპეცოპერაცია. ანუ ეხლა იცით რა არის, ნახეთ, როდესაც წლების განმავლობაში მიდიოდა მიზან მიმართული ადამიანების უფლებების შელახვა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. განსხვავებული აზრით უქონდა, ყველაფრიდან მოკვეთილი იყავი, არ ქონდა უბრალოდ ადამიანს იმის უფლება და შესაძლებლობა თავისი განსხვავებულ აზრზე ხმამაღლა ესაუბრა და ხალხი, რა ვიცი, ცოლით მარცვლ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ და გვახსოვს ყველას თუ რამხელა ტერორის ქვეშ იყო სრულიად საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა. ეს იყო რეალობა, ეს იყო ფაქტი და ამას ვერავინ ეხლა სააკაშვილმა რაც არ უნდა ისინი პოემები წეროს, ფაქტი არის ფაქტი და ყველას კარგად გვახსოვს პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ, ყველას კარგად გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომელიც კასტრებიდან იქნა მოპოვებული, როდესაც ციხიდან გამოყავდათ პატიმრები და რას უშვებოდნენ აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და უმძიმესია, მეც მიჭირს ამაზე საუბარი და გახსენებ, ამიტომ ხა სააკაშვილი რა სიტყვის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ აინტერესებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად იცის ის რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე და შესაბამისი პასუხი 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. მიუბრუნდეთ ბატონო კახა პოლიციელების ძალადობას. რომ არ გასაჯაროვებული იყო ეს კადრები? ეს პოლიციელები დაისჯებოდნენ? კარგია რომ გასაჯაროვდა და ამას მოყვა შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, იმოქმედა მყისიერად
და კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორები. თქვენ პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა ზუსტად იმ სისტემური ძალადობის გამო. წინა წლებში აქციების დროს სპეცრაზმელების მიერ ჩადენილი ამდენი დანაშაული არ თუნდაც ხარებას კადრი გავიხსენოთ, აქციის მონაწილეს სახეში რომ ურტყამს წიხლს. ის რომ არ დასჭილა, ამის შედეგი არის თუ არა ის რაც მივიღეთ დღეს, რომ პოლიციელი საკუთარ თავს უფლებას აძლევს მოქალაქეს ისე მოეპყროს, როგორც ნახეთ ჩვენს კასკადში. ნახეთ, რაც შეეხება აქციებს, რომელიც ძალადობრივი აქციები მხედველობაში, რომელიც იმართებოდა, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე საყურებელი იყო და უმძიმესი კადრები იყო. შესაბამისად, ამას მოყვა რეაგირება. სახელმწიფოს სპეცრაზმელზე მელაპარაკებით დაკავებულზე დანარჩენები რომ თავისუფლად მუშაობენ და აგრძელებენ იგივე საქმიანობას ეს პრობლემა არ არის. მარტივად გეტყვით, ნახეთ, გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ძალობდა პოლიციელების წინააღმდეგ. რამდენი ადამიანი ძალადობდა. თუმცა პასუხისგებაში რამდენია მიცემული. გააკეთეთ ეს უბრალოდ შეფარდება, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს კონკრეტულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დაელოდეთ, თქვენ ხომ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ მოქმედებს, მთავრობა არ მოქმედებს, არის კონკრეტული ფაქტები და არ იძიებს, ხომ მოხდა გამოძიება, ხომ მოხდა დაკავება. დაელოდეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ჩართეთ ტელევიზორ, თუმცა თქვენს ტელევიზორში ცოტა სხვანაირად ჩანს ის ძალადობრივი აქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ კარგად შეაფასა, უყურა ყველაფერს და ნახა, რომ ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე, ეხლა რომელ ქვეყანაში შეგიძლიათ დამისახელოთ, თავს დაუხრიან იმას, რომ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლ და ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდეს, ან ქვები ესროლო, ან ხელკეტები ურტყა. დამისახელეთ ერთი ნორმალი. თქვენ გააქვთ ნანახი საერთოდ დანიაში როგორ ექცევიან, იგივე ბერლინში როგორ მოქმედებს პოლიცია, შესაბამისი დანაყოფები. გააქვთ ეგ საერთოდ ნანახი და გააქვთ წარმოდგენა ამ ყველაფერზე? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომ მოქალაქეს სახეში წიხლს ურტყამს და ამაზე რეაგირებას ვერ იღებს სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტები, რომელიც ჩვენ ნახეთ, რამდენიმე შემთხვევა იყო და ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. მეც თქვენსავით ტელევიზორში ვიხილე ეს ყველაფერი, თუმცა ამას მოყვა რეაგირება, დღეს არის დაკავებული კონკრეტული ადამიანები და დაელოდეთ კიდევ გამოძიება ხომ მიმდინარეობს, დაელოდეთ ყველაფერს. უნდა გკითხოთ ევროკავშირზე, ჩვენ ვნახეთ განცხადება მოლდოვა და საქართველო. იმ შემთხვევაში თუ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, საქართველოსთან და მოლდოვადან ჯარების გაყვანის საკითხიც დადგება დღის წესრიგში, ჩარჩო დოკუმენტში ჩაიწერა ეს და კაია კალასმა გააჟღერა. რა პოზიცია აქვს თქვენს გუნდს? რასთან დაკავშირებით კონკრეტულად? როდესაც დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, საქართველოსთან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხიც იქნება დღის წესრიგში. რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერა ჩვენთვის როგორც ოკუპირებული ქვეყნის? ჩვენ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ეს არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი გამოწვევა და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გავაკეთებთ მომავალშიც, რომ მოვახდინოთ დეოკუპაცია. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკა ზუსტად მიმართულია იმისკენ, რომ შესაბამისი გადადგმული ნაბიჯებით, კონკრეტული განხორციელებული პროექტებით გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, სწავლით, განათლებით, გონიერებით, უნდა მოვახდინოთ თანაცხოვრება, უნდა მოვახდინოთ დეოკუპაცია. ევროკავშირი მხარს გვიჭერს ჩვენამ დეოკუპაციის პოლიტიკაში, მაგრამ მთელი 2 დღეა იგუშინდელი და მოყოლებული. თქვენი გუნდის წევრებისგან ხედავთ, არ ვიცი რაღაცნაირად ცინიკას, მათ შორის კაია კალასის მიმართ, რომ ეს ეპირ განცხადებებს არ ენდობიან და ასე შემდეგ. ხომ არ ჯობს გავუყვეთ ზუსტადაც ევროკავშირის პოლიტიკას, როცა ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთან რუსული ჯარების გაყვანას და ამას აცხადებენ. პოლიტიკაზე გააქვთ თქვენ კონკრეტიკა მოსმენილი, რაზეა ზოგადად საუბარი? არის ამ სიტყვების უკან რაიმე კონკრეტიკა? ზოგადად, როდესაც ჩარჩო დოკუმენტში ჩაიწერა ბატონო. რა ჩაიწერა ჩარჩო დოკუმენტში? რომ მხარს უჭერს და მოლდოვადან და მხარს უჭერს და კონკრეტიკა რა არის? რას ეფუძნება ეს მხრის დაჭერა? ნახეთ, როდესაც ხალბატონ კალას ეკითხებიან სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით საქართველოსთან დაკავშირებით, საერთოდ აზრზე არ არის. გააქვთ მოსმენილი რა პასუხები აქვს გაცემული საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულ კითხვებს უსმენენ?
გააქვთ მოსმენილი დიახ, ეს ყველაფერი იციან, რაც საქართველოში ხდება. და რა იციან? ის რა კანონებს იღებთ, ის როგორ ექცევით რა კანონებს ვიღებთ? კანონებს ვიღებთ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტის გამტკიცებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია მთავრობა, აირჩია პარლამენტი იმისთვის, რომ კანონები მიიღონ და დაიწყონ ქვეყნის ინტერესები და არა გარედან კალასებმა და ვიღაცეებმა რაღაც თითის დაქნევით და ბრძანებებით გველაპარაკოს. ჩვენ ამიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ივანიშვილის ქველმოქმედებაზე მინდა გკითხოთ. ფონდმა ქართულ მიყიდა ივანიშვილის კომპანიისგან მიწების გადატვირთვის შესახებ გითხავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტიც იყო მათ შორის რამდენიმე დღის წინ ეს რომ შეობას ასევე ოპოზიციას აქვს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ძალა თუნდაც როგორც არა ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობას ბევრჯერ გვითქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ რომ საქართველოს ხელისუფლება აი მზად არის იმისთვის რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, იმიტომ რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავისი განცხადებებით, თავისი კონკრეტული ქმედებებით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რა თქმა უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით და სწორი დამოკიდებულებით. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას რომ ვითანამშრომლოთ ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს სამართლიან ხედვებზე, გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რომ ეს აგენტურული ქსელი შექმნილიყო და ეს არა მარტო ჩვენთან, ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ ტიპით მოქმედებდნენ და ამ სქემით მოქმედებდნენ, რომ თანხები იხარჯებოდა, აგენტურული ქსელი იქმნებოდა და მარტივი იყო ქვეყნის მართვა. თუ რაღაცა საჭიროებები იყო, გამოიყვანდნენ, აყვირებდნენ, რასაც ჩვენთან აპირებდნენ, ხო? რამდენჯერ იყო მცდელობა რევოლუციის, ხან არასამთავრობო ორგანიზაციები, ხან ჟურნალისტების რევოლუცია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ყველაფერი ხელის გულზე დევს და რა ვიცი, ჩვენ მზადყოფნა გვაქვს იმის რომ ურთიერთობები გადაიქცეს და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ივანიშვილის ქველმოქმედებაზე კითხავთ ბატონო კახა, გიყვართ თქვენი გუნდის წევრებს მის ქველმოქმედებაზე საუბარი. 1,300,000-ად მისი კომპანიის მიწა იყიდა ფონდმა ქართულ. 9 მილიარდის ცეცხლები გასცა ისევ მის კომპანიებს. არ ვიცი, ეს არის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა და რეალური ქველმოქმედება. რა შეეხება ბატონ ვიძინაიაშვილის ქველმოქმედებას ხვალ გვპირდებით, მე თქვენ გადმოგცემთ ერთ საინტერესო წიგნს, რომელშიც ასახულია მისი ოჯახის ქველმოქმედება და თქვენ ძალიან ბევრი დრო გექნებათ, დაჯექით, გადაფურცლეთ, წაიკითხეთ, დაიზეპირებთ და მერტმეთ გამოგადგებათ ყველაფერს. საკუთარი კომპანიის